მოგესალმებით ანნა, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისათვის. ხო, რა უნდა ითქვას, გარდა იმისა, რომ ხო, დარვინის თეორია გვეუბნება ამას, რომ როდესაც პრიმატები, ჰომო საპიენსენელი სახეობები ადამიანისა, გონიერი არსებები არ იყვნენ, ნებისმიერ დავასა თუ კონფლიქტს ისინი ერთმანეთში წყვეტდნენ, როგორც სხვა შორის ნებისმიერი სხვა ძუძუმწოვარა პირუტყვი კონფლიქტს რქენითა და ცემატყებით წყვეტს, ხო, ნებისმიერი იქ დავა არ არსებობს, ხო, რაღაცა ნეანდერტალელი დავას ვერ წყვეტდა დებატით და კამათით, ხო, ისინი ერთმანეთს ურტყავდნენ და ვინც მოერეოდა, შემდეგ ის რჩებოდა გამარჯვებული. სხვა ახსნა ამას არ აქვს. საქართველოს პარლამენტი არის დევოლუციის პროცესში, ანუ ადამიანურ ევოლუციას გვერდი აუარა და პირიქით წავიდა. ეს არის ძალიან ბუნებრივი მოვლენა, როდესაც არაგონიერ არსებებს გაუნათლებელ ხალხს იმ ადამიანებს, რომელსაც არაფერი არ ესაქმებათ იმ დარბაზში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა მიიღეთ, ეს ერთად შეყრი ჯოგობრივი პრინციპით, თან ეს ხო რაღაცა იდენტობის პრობლემიანი ხალხია, ხო, ეხლა რაღაცა იქ ხავთ მეჯოგე და აი ეს რაღაცა ჯოგური პრინციპით ოპერირებენ ჩხუბი ამ დარბაზს მათ შორის ამ დარბაზს მრავალტანჯოს ბევრი ჩხუბი უნახია, ხო, არა ვართ ჩვენ სამწუხაროდ მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მაინც გვინახია რაღაცა ზღვარი, რომ აი ეს იყო რაღაცა ხშირად იყო ხოლმე 2-3-4 დეპუტატს შორის კონფლიქტი ბევრ სხვა წლის მანძილზე, ბევრად რომ მძიმე წლებში მძიმე ხალხი რო იყო პარლამენტში, მართლა აი მაგ ჟანრშიც რო რაღაცას წარმოადგენდნენ, ბევრავეც ვიდრე ეს ნებისმიერი არარაობა, რომელიც დღეს იქ იყო, მაგრამ აი ეს ჯოგობრივი თავდასხმა, ეს სრულად არაქართული ქცევა ბევრი ცოტაზე, ამ ბევრში კიდე თან რა ვიცი, შტანგისტები რო არიან და სხვები, რა ვიცი, ძმაო, ისევ შტანგაზე დაჭიდება თუ გინდა და მუშტი კრივში გამოსდა, რა გინდა მანდ? ხო, რა გინდა, ეგ ზღვარი თუ ვერ გადალახე, ეგ თუ ვერ გაიაზრე, საკუთარ თავთან ლაპარაკში არ დაჯექი ერთხელ, რომ რა აღარ არის, ხო, აღარ წევ იმას, რა ქვია. ბოდიში რა ქვია ქართულად არ ვიცი იმას. თუ ამას აღარ წევ, თუ არ ჭიდაო, რა გინდა, რა ჯანდაბა გინდა, რა გინდა მაგ პარლამენტში, ხო, ეგ თუ ვერ გადალახე. თუ გადალახე, რატო აკეთებ ესეთ? მე ამაში ხო არაფერი ქართული არ არის აი ამ ჯოგურ თავდასხმაში. ეხლა ჩვენ ვიხილეთ, ჯოგური თავდასხმა. ბევრი ცოტაზე, ბევრი ერთზე. ეს არის აი ყველაფრის წაშლა, იცი? ამ ჟანრის, რომელ ჟანრს არაფერი არ ესაქმება პარლამენტის ხდომათა დარბაზში, იქ სადაც საქართველოს მილიონობით მოქალაქე ელოდება, რომ ვიღაცა მათი ბედი უნდა გადაწყვიტოს. იქ ხო ეხა ეს ჟანრი ცემატყების მიუღებელია, მაგრამ ამ ჟანრშიც კი ყოველად მდაბიო არაკაცური, არაქართული საქციელი, რომ აი ჯოგურად თავს დაგესხმებით. ეს ერთი და მეორე კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრ არაგონიერ არსებას, ბევრ უწიგნურ არსებას, როდესაც ერთად შეყრი და დებატში ვერავის ვერ უგებ, ხო, რაღაც აზრის დაჯაბნა არ შეგიძლია, აქ აი ეს პრინციპია და ესეც არაგონიერი არსებების თვისებაა, პირდაპირ ადამიანებზე არ ვლაპარაკობ, ხო, სხვადასხვა ტიპის ცხოველზე ვლაპარაკობ, არაგონიერი არსების თვისებაა, რომ თავის პატრონს დაუმტკიცოს ერთგულება ასეთი ფორმით. აი მე იმას მოვერევი დავჩაგრავ შენი გულისთვის. აი ეს იყო სხვათა ეს ხშირად ახასიათებთ გაიხსენეთ ღარიბაშვილო მიდიოდა ხოლმე პარლამენტში, იქაც ეს აგრესიული ქოფაკებივით დაინთებოდნენ და ეს არის რაღაცა რიტუალი ერთგვარი, აი პირველ ყოფილი რიტუალი, რაღაცა ტომობრივი რიტუალი, რომ პატრონს დაუმტკიცონ ერთგულება ამ ფორმით. სხვა რა ვიცი, ამ ჟანრის ანთროპოლოგიური აღწერის გარდა სხვას ვერაფერს ვერ ვიგონებ, სუფთა ანთროპოლოგიური დაკვირვების საგანი არის აი ეს ჯოგური ქცევა. კი ბატონო, ცალკე საჭიროებს თუ არა ყურადღების გამახვილებას ის, რომ ძალიან დიდი ალბათობით ალბათ ნაკლებია იმის შანსი, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხული. მიუხედავად იმისა, რომ თავად გახარიას გუნდი ამბობდა, რომ მოვითხოვთ ამ ყველაფერსო, მაგრამ ალბათ ნაკლებ სავარაუდოა ის, მაგრამ ცალკე საჭიროებს თუ არა ყურადღების გამახვილებას ის, რომ ამ ყველაფრის დროს იქ იჯდა ყობახიძე სამთავრობო ლოჟაში, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არც მედია შეუმჩნევია და არც არსად ჩანს, რომ მან დიდად მონდომებულია, რომ რაღაცა ან თავის თანაგუნდელებს მოუწოდოს, რომ რაღაცა შეწყვიტონ ეს ჩხუბი, ან რაღაც სხვა ტიპის რეაქცია ქონოდა. ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა დამკვირვებლის როლში იყო წარმოდგენილი სამთავრობო ლოჟიდან. ეს რისი სიმპტომი არის თაზო თქვენთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყობახიძეს ეძღვნებოდა ეს დღევანდელი ჩხუბი, ხო?
კი, ეს იყო აი ხო გეუბნებით მართლა ეს თავისtildeება მრჩება, ვისაც ცოტა მე ძალიან მაინტერესებს და მიყვარს ანთროპოლოგიური წიგნების კითხვა, სადაც აი რაღაცა აფრიკული ტომების აღმოჩენაზე, სხვადასხვა ასეთ ამბებზეა და ასეთი რიტუალები შემხედრია აი ასეთ ანთროპოლოგიურ ლიტერატურაში, რომ აი ესეთი რა ტომობრივი რაღაცა იმის დამტკიცების, ერთგულების დამტკიცების რიტუალები, როდესაც აი ერთად გავლახავთ ვიღაცას, აი შევჭამთ მაგალითად. ამას გავს, ეხლა არ მინდა სპეკულაცია გამომივიდეს, მაგრამ არ მინახავს მართლა და ვერ გეტყვი, შეიძლება შეწუხდა კიდე, შეიძლება არ შეწუხდა, შეიძლება რაღაცა ცადა, არ ცადა, ამაში ვერ შევაბდო, ნამდვილად არ დამინახავს და კამერაც მე მგონი სხვა რამით იყო დაკავებული, ვიდრე მისი ყურებით არ დამინახავს ეს. მე შემიძლია შევაფასო დღეს მისი სამარცხვინო ზიზღის ანგარიში, მისი ზიზღის დაყოფის, ბოროტების, სიშლეგის ანგარიში, რომლის შედეგიც არის ეს ყველაფერი, გარდა ტომობრივი რიტუალისა, არის აი იმ სიბინძურის, რაც მან ილაპარაკა დღეს, რა ფორმითაც ილაპარაკა, რა შინაარსიც ილაპარაკა, რაზეც გაამახვილა აქცენტები, აი ეს ზიზღის, დაყოფის, სეგმენტაციის, მოქალაქეების შეურაცხყოფის, აი ყველაფრის ამის ერთობლიობა, რაც მისი ანგარიში იყო, ტყუილის, რაც დავარია. ამის ძალიან ბუნებრივი შედეგი არის აი ეს ტომობრივი რიტუალი პირველყოფილი არცებების, რომელიც გადაიზარდა ანცებად ყეპაში. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი, ანგარიშზეც გადავიდეთ. კი, ანგარიშზეც გადავიდეთ. თაზო დაძლეული სიღარიბე, შემცირებული რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ითხოვენ სოციალურ დახმარებას და 2026-30 წელი ისეთი ეკონომიკური აღმავლობა გველოდება წინ, რომ არავის არ უნახავს არათუ საქართველოში, არამედ რეგიონშიო, თქვა დღეს ირაკლი კობახიძე. მოკლედ ტრადიციულად ყველაფერი კარგად არისო და წინ კიდევ უფრო უკეთესი 4 წელი გველოდებაო მარტივად რომ ვუთხრათ მაყურებელს. აუცილებლად და საერთოდ გადავალ იქ არის რამოდენიმე ადამიანი დღევანდელ შემოდგენილობაში ქართული ოცნებისას, რომელთანაც რაოდ ბევრი რამ აკავშირებს ურთიერთობა ამ ცხოვრებაში და აი იციან ვიზეთ ვლაპარაკობ თვითონ მიხვდება უბრალოდ რა გიღირთ. ეს ამბავი არ მესმის. მართლა რა გიღირთ აი ამ ცირკის მონაწილეები იყოთ, მე ვერ ვხსნი მაგას ძმაო და თუ რამედ გერგებათ ღმერთმა შეგარგოთ. რაც შეეხება ახლა ანგარიშს, ხო? ეს იყო პირველ რიგში აი რაც არ უნდა აკადროს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა არასდროს იმ ორგანოს, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციით ქვეყნის მმართველი და ვისადმიც ანგარიში ვალდებულია, იმიტომ რომ ეს არის ხალხის მიერ არჩეული, ეს იყო ასეთი ტიპის ანგარიში. აი ესეთი ზედაპირული, იაფფასიან ტყუილებზე დაფუძნებული უშინაარსო ანგარიში, მხოლოდ შეიძლება აი რაღაცა ძალიან გაუნათლებელ აუდიტორიას აკადრო, რომელიც სამწუხაროდ დღეს იმ დარბაზში ზის. ანუ ტყუილები ისევ გაუთავებელი, მე დღეს ვთქვი და აქაც გავიმეორებ, ჩემ თავარ აქცენტებს. მაინც იმაზე თუ მე საქართველოს აინტერესებს მის ეს რაღაცა იდეოლოგიური, ფაშისტური, ნეოფაშისტური პასაჟები, სადაც საკმაოდ იაფფასიანად გამოიყურება, არ აინტერესებს ჩვენ მოქალაქეებს, იმიტომ რომ მაინც როცა უყურებს პრემიერ-მინისტრის ანგარიშს, პირველი აინტერესებს მას რა ხეირი. ერთ რიგით ქართულს რა ხეირი ამ ყველაფრიდან და სად არის ეს ეკონომიკა. დღეს ტრიბუნასთან იდგა კაცი, რომელიც რაღაცა მართლა დამწყები ფაშისტი იყო, შემდგარი აფერისტი იყო, ოღონდ ნოლი ცოდნა ჰქონდა, ოროფსანი იყო, როგორც ეკონომიკაში, ისე სოციალურ საკითხებში, ისე ნებისმიერ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩვენთან და მოქალაქეებს. კაცი გამოვიდა ისევ უთყვათ იძახდა 2500 ლარიან საშუალო ხელფასზე, 200 ლარიან, სინამდვილეში კი საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს აქვს 350 евро და ამაზე ნაკლები ხელფასი. ეს არის რეალობა სამწუხარო ამ ქვეყნის და ამ რეალობაში ვცხოვრობთ და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჩვენს ფართო რეგიონში. მან ილაპარაკა ეკონომიკურ განვითარებაზე, მაგრამ არ უთხრა საქართველოს მოქალაქეებს ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დგას მეკობრეობაზე, რუსეთისათვის ომის პერიოდში სანქციების გამო მომსახურებაზე სხვადასხვა პროდუქციათა და სერვისებით და ეს ყველაფერი ერთ დღეს ჩამოშლადი, არაფერი მდგრადი ამას არ აქვს. მდგრადი ეს ეკონომიკა იქნებოდა ამ ქვეყანას რეალურად შუადერეფნის ფუნქცია რომ აიღო თუნდაც 2022 წელს რუსეთის აგრესიის დაწყების მომენტიდან და მთელი ეს პერიოდი ანაკლიის პორტი 2022 წელს წესით ოპერაციაში უნდა ყოფილიყო შესული, ნორმალურად რო წასულიყო და ივანიშვილს ეს არ ჩაეშალჩალა სახელმწიფოს ღალატის ხარჯზე, უნდა დაწყებულიყო მისი ოპერირება და 22-დან დღევანდელ დღემდე უდიდეს მატერიალურ დოვლადს დატოვებდა, რომელიც მდგრადი იქნებოდა, რომელიც თაობებში და ათწლეულებში ჩაიშვებოდა ქართულ ეკონომიკაში. ჩვენ რო გქონოდა მართლა
შუადერეფნის ფუნქციის პოტენციალი სულად ათვისებული და ქართული რკინიგზა მოდერნიზებული დახვედრო და რუსულ აგრესიას უკრაინაში და აი ამ გააქტიურებას შუადერეფნის საქართველოს რკინიგზაზე კი არ ატარებდნენ რუსულ კონტრაბანდულ ბენზინს, არამედ ატარებდნენ ამ რკინიგზაზე ჩინურ და ევროპულ ტვირთებს, მაგრამ ამის მაგივრად რა გავაკეთეთ, ხო, იქ ანაკლიის სპორტის მაგივრად ჩინული ინვესტორით ვატყუებთ დღემდე ხალხს და გაუკაცრიელდა ეკავრობა. აქ აი იმის მაგივრად რკინიგზის მოდერნიზაციაზე ვინმე ესძრულა, მოიყვანეს ისა, რა ქვია, ყავდათ ხელმძღვანელობა რკინიგზის, რომელიც იყო კრიმინალური ბანდა. აიღეს ლიანდაგი რკინიგზის, დაჩეხეს და გაყიდეს ჯართად. აი ესეთი ხალხი. ჩვენ რო ევროკავშირთან ახლა მოლაპარაკებებზე ვიждეთ წევრობის, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი გქონდეს, პოლიტიკური სტაბილურობა გქონდეს, დემოკრატია გქონდეს, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არ გაგვეთელა, ჩვენ ვიქნებოდით საინტერესო და სწორი პარტნიორი მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის და დღეს საქართველოს მართლა აყვავებული ვითარება ექნებოდა და საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვში რეალურად თავის როლს შეიძენდა. მაგრამ ამის მაგივრად ყავს ქავატონო ანუნა, შეხედეთ ყავს მინისტრების მთელი დასტა, ნახევარზე მეტი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ჯიბგირები იყვნენ, ბავშვებს ფულს პარავდნენ, ჯარს ფულს პარავდნენ, უცხოელ პენსიონერებს ფულს პარავდნენ, კი იმას რა ქვია, ბაღებიდან ფულს იპარავდნენ, ყველაფერში ფულს იპარავდნენ, ჯიბგირები იყვნენ და ნარკოტიკებს, იმას ფსიქოტროპულ წამლებს ხიდდნენ და კოლ-ცენტრებს ფარველობდნენ. და აქ პასუხისმგებლობა რატო არის ნაკლები ვინმე კობახიძის არ მესმის, იმიტომ რომ კობახიძე იყო უმრავლესობის ხელმძღვანელი, როდესაც ეს ხალხი დაამტკიცეს თავრობაზე, ამ პარლამენტში იყო, რომელმაც ეს ხალხი აირჩია და შემდეგ უნდა ეკონტროლებინა. ამიტომ აი ამაში ვცხოვრობ და მთელი ეს ამბავი იყო ტყუილი, გაჯერებული ზიზღით, გაჯერებული ბოროტებით, გაჯერებული დაყოფის მცდელობით და ცრუ დილემების შემოტანით საქართველოს რეალობაში. და ნახეთ რითიც დამთავრდა ძალიან ლოგიკურად აი ამ ზიზღის კორიენტელიც. მადლობა ბოდიში გამიგრძელდა. არა უშავს თაზს. ხათაშორის უკვე ხუმრობდნენ სოციალურ ქსელში, რომ ხალხმა რომელმაცო გინება და კრიტიკა აგვიკრძალა, თავად რითი არიან დაკავებულებიო პარასკევ დღეს საკანონმდებლო რამ ხელა შეკავება ხედავ. საკანონმდებლო ორგანოში. რა ცოტა ხანი გაძლო შეკავება მათ შემთხვევაში, აი, გაუნათლებელი ხალხი მაინც ხო ხედავთ, აი ვერ გაძლეს დიდი ხანი. დაუგროვდათ პირიქით, აი, ამ რაღაცა 1 თუ 2 კვირა არიგინეს დაუგროვდათ ყველაფერი და უკვე ემატყებაზე გადავიდნენ და რა ვიცი თვითონ მათ მინდა მიუშვით ხო ხედავთ აგრესია კლავთ და მიუშვით კაცო რა ვიცი ხალხი არ იცემება. მადლობა.